ეს შეკრება არ არის უბრალოდ კონცერტი მუსიკოსებს სადღაც გვერდით და ვაკეთებთ კონცერტს. ეს არის აქცია, ეს არის აქტი სოლიდარობის. Atom გამოხატვის თავისუფლება მე მგონი დღევანდელი დღე ზუსტად მაგას ეძღვნება, რომ ეს ადამიანები გამოხატვის თავისუფლების გამო არიან დასჯილები და ეს არ შეიძლება იყოს ნორმალური საზოგადოების ნაწილი და ნორმალური საზოგადოებისთვის მისაღები. სწორედ ამ გარემოს შეცვლის საერთო სურვილება გაგმართიანა ტრანსფორმატორების და გიტარების ხარჯზე. ეს პროექტი დაიწყო და დაიბადა პროტესტში და თავიდან ბოლომდე პროტესტის ფორმა, უბრალოდ პროტესტის ახალი ფორმა, ის ფორმა, რომელიც შესაძლოა რომ ბიზნესმენს გააჩნდეს და საქმიან ადამიანს. ვთქვით, რომ მოდი გავაკეთოთ რეალური სოლიდარობის აქტი, მუსიკალური სოლიდარობის აქტი და არა ისეთი ყალბი, როგორც გააკეთა ურსა არის ეგეთი ჯგუფი. მაგრამ ჩვენ ხედავთ ახლა აქაც, რომ ჩვენი საყვარელი მეგობრებს, ადამიანები, რომლებიც პროტესტს გამოთქვამენ და მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, მაგრამ აი მოდი ვაჩვენოთ ურსას და დანარჩენებს, როგორი შეიძლება იყოს რეალური სოლიდარობა და რეალური მხარდაჭერა. მაშინვე ვთქვით, რომ ეს პროექტი უნდა ჩავიდეს ამერიკაში. უკვე ეს პერიოდია, რომ სოლიდარობის ენერგეტიკა კეთდება და 11 დღეში უნდა უქნათ ეს ყველაფერი და ზურა იძახის, რომ ეს ყველაფერი იგივე უნდა გავაკეთოთ ამერიკაში. სრულიად დარწმუნებით ვთქვით, რა თქმა უნდა. მართლაც რამოდენიმე თვეში ჩვენ გავაკეთეთ პირველი აი ესეთი ძალიან დიდი ღონისძიება პრინსტონში, ამერიკაში და ეს იყო დიდი ქართული შეკრება.